ალესონი ითვლება ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად. აი მართლა აქაურობა არის ულამაზესი. ჩვენი გემი ჩამოვიდა ნორვეგიაში. დიდი 7 საათია ჩამოვედით ბრექფასტზე. შევჭამთ და მივდივართ ქალაქის დასათვალიერებლად. ფანჯიდან კი ესეთი ლამაზი ხედია. პროგნოზით დღეს იქნება 13 გრადუსი. ავსიანია. დაიწყო ჩვენი ნორვეგიის კრუიზი. ჩამოვედით ქალაქ ალესონში. და ახლა მოვივლით ქალაქს, მოვიფიქრებთ გზადაგზა რა ჯობიაზე ვითავიდეთ ჯერ და ქალაქის ხედიდან დავათვალიეროთ თუ ჯერ ქალაქი მოვიაროთ, ალბათ გადავწყვიტოთ რომ ჯობიაზე ვიტესვა ხო? იმიტომ რომ დროში მოვასწროთ და მე ქალაქს იმის მიხედვით დავათვალიერებთ, რამდენი დროც დაგვრჩება. ულამაზესია უკვე გემიდან რო გადმოვიხედეთ, ხედი აქვს რაღაც საოცრება, მართლა უბრალოდ უნდა იარო და დაათვალიერო, იმიტომ რომ განსხვავებული სტილის სახლებია სულ. აი როგორც განსხვავებულია პირობითად სანტორინი. ანუ პირველი ეფექტი რაც ჰქონდა სანტორინს, მსგავსი ტიპისა, თუმცა კიდევ უფრო დახვეწილი და ლამაზი. ეს კი არის ჩვენი გემი. მგონია მინჩი გაგვიმართლა. პროგნოზით უნდა ყოფილიყო წვიმა, მაგრამ მზე გამოვიდა და ჯერჯერობით კარგი ამინდია. ახლა მივდივართ ქალაქის ცენტრში. ქალაქის ცენტრი ძალიან ახლოს არის პორტიდან. მიახლოებით 5 წუთია ფეხით. ალესონი ითვლება ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად. ალესონი ასევე უნიკალური იმით არის, რომ მთელი ქალაქი აშენებულია ერთ სტილში, ეს არის არტ-ნიუ სტილი. რომელიც ძალიან განსხვავებულია. ამ სიცივეში ხალხი კი ბანაობს. ახლა ავდივართ გადმოსახედზე, საიდანაც ჩანს ულამაზესი ხედი მთლიან ქალაქზე. ახლა ვართ აქ და ავდივართ ამ გადმოსახედზე. ულამაზესი ქალაქია, ძალიან განსხვავებული არქიტექტურა და ულამაზესი ბუნების ხედები. ასე რომ ნორვეგია მართლაც ულამაზესია. ახლა მივდივართ ესეთი ლამაზი პარკით. ძალიან მაგარი. ისეთი მწვანეა ყველაფერი. კარგ დროს მოვედი, მაგრამ სახიარულო ისეთია. მაქსიმალურად უნდა მოემზადოთ. ახლა დაიწყება კიბეები და კიბეებით უნდა ავიდეთ გადმოსახედზე. მაგარია. აქედან კი ასეთი ხედია. აი ჩანს ჩვენი კრუიზული ლაინერი. ახლა ავდივართ ცევით. აი აქ ასეთი კიბეებია. და კიბეებზე წერია ნომრები რამდენი გავიარეთ. აქ ასეთი ულამაზესი ხედი გვაქვს. კარგი სალაშქრო ფექსაცმელი აუცილებელია, რადგან მაგალითად დილით წვიმიდა და ყველაფერი სველია, რომ ფეხმა არ ისრიალას. 268. აქ ყველგანასთვის გამებია, თუ დაიძებოთ და დაისრებოთ. 408. რაც ავდივართ ზევით, ხედები უფრო ლამაზი და ლამაზია. ჩვენ ამოვედით ფეხით, მაგრამ აგრეთვე არის ასეთი მატარებელი, რომელიც ხის 26 ევრო. და ასევე ჰოპ-ჰოპ წითელი ავტობუსი, რომლის ფასი იყო 40-50 ევრო. მაგრამ რა თქმა უნდა ნორვეგიაში, ჰაიკინგის სამშაბლოში უნდა ვიაროთ ფეხით.
თუ ამის შესაძლებლობა გააქვს. ეს კი ზედა წერტილიდან იქნება ასეთი ხედი. არც ვიცით რა ვთქვათ, იმდენად ლამაზი ბუნებაა. ყველაფრის გადაღება გვინდა, ყოველ წამს ვჩერდებით. ნახევარი საათიან გზაზე ავდივართ 1 საათი. მაგრამ ნორვეგია მართლაც ულამაზესი ქვეყანაა. ამინჩი ძალიან გაგვიმართლა, იდეალური განათებაა და ძალიან ლამაზი სურათები გამავა. თუ ქალაქში აღმოჩნდებით, აუცილებლად ეწვიეთ Axla Hills, საიდანაც საოცარი ხედი იშლება ქალაქზე. ამ ადგილიდან შეგიძლიათ დაინახოთ ისეთი ტოპოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა ფიორდები და სხვა. ახლა კი ამოვედით მაქსიმალურად მაღალ წერტილზე. აქ ეს ნიშანია და გარშემო კი ულამაზესი ხედებია. ახლა კი მივდივართ ქვევით. უნდა დავათვალიეროთ ქალაქი. იგივე 408 კიბე უნდა ჩავიაროთ ქვევით. ჩამოვედით ახლა და მივდივართ ქალაქის დასათვალიერებლად. ძალიან მაგარი. იმდენი სურათი გადავიღე, მე იმას ვთქვი, რომელი დავთო. შენ ვიდეო. არა, რეალურად ლამაზი ადგილია. ყველა კუთხე გადასაღებია, ყველა შენობა, ყველა შენობის ფანჯარა. ახლა შემოვიდეთ ასეთ სუვენირების მაღაზიაში. ასეთი სხვადასხვა საინტერესო რაღაცებია. ასეთი პინგვინებია. ტრადიციული განსაცმელი. ჩვენი ნორვეგიული მეგობარი. ალესუნდს არა მხოლოდ თანამედროვე ისტორია ახასიათებს, არამედ ძალიან საინტერესო ლეგენდებიც აქვს, რომლებიც ადგილობრივებსა და მოგზაურებს შორის კვლავ ცოცხლობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგენდა ალესუნდზე უკავშირდება ტროლებს. ლეგენდის თანახმად ალესუნდის ზღვაში არსებობს უცნაური, გიგანტური სკელეტები, რომლებიც ტროლების ნაშთებს მიეკუთვნება. ამბობენ, რომ ეს ტროლები მთელი ღამე ცდილობდნენ ზღვიდან გემების გადაცებას, მაგრამ როდესაც მზის პირველი სხივი დაეცემა, ისინი ქვად იქცევიან. მზე ჩავიდა და უკვე საკმაოდ აცივდა. კიდე კარგი თბილის დასაცმელი ქონდა წამაღებული. აი მართლა აქაურობა არის ულამაზესი. მოკლედ ნორვეგიაში თუ დააპირებთ წასვლას და ახლო ადგილებს მოინახულებთ, აუცილებლად ნახეთ ალესუნდს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ იწყება მზით ზოგჯერ და მერე ესე მთავრდება ან პირიქით, ასე რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტანსაცმელი იქონიეთ თან. ეხლა ტემპერატურა იმდენად დაეცა, იმდენად სხვაობა, ალბათ მეტყობა ტანსაცმელზე. რომ რადიკალურად შეიცვალა, თუმცა იმდენად ლამაზია ყველაფერი, რომ ამ სიცივეს ვერანაირად ვერ ამჩნევ. ალესუნდი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია, რომელიც თავისი უნიკალური არქიტექტურით, ზღვის პეიზაჟებითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა.
მართლაც საოცარი ადგილია. ვერაფერსაც ვერ იტყვი, უნდა ნახა ეს ადგილი. მოკეთ ავტობუსის ექსკურსიის აღება საზრი არ აქვს, ჯობია ფეხით გაისეირნოთ, რადგან ქალაქი პატარაა და გაცილებით უფრო კარგად შეიგრძნობთ ქალაქს და ისიამოვნებთ ხედებით. ქალაქში ესეთი განსხვავებული არქიტექტურაა. აფესტი მაღაზია, სადაც იყიდება ხელნაკეთი ფეხსაცმელი. ამინში ნამდვილად გაგვიმართლა, ასეთი მზიანი ამინდი რო არა, ასე ლამაზად არ გამაჩნდებოდა ქალაქი. მოვიდეთ ალისონის ეკლესიასთან, აი ასეთ განსხვავებულ სტილშია. ახლა კი დავბრუნდით ევრიპიაში. ალესუნდი უნიკალური ქალაქია. აქ ჩამოდიხარ, რომ ნახვართ ნუვო სტილი, გადაიღო ფიორდების საოცარი პეიზაჟები და აღმოჩნდე ტროლების ლეგენდების სამყაროში. აქ ტურისტებს სთავაზობენ როგორც ბუნების, ისე კულტურის დაუვიწყარ გამოცდილებას. რაც შეეხება ფასებს, ალესუნდში საშუალო დონეზეა. ყველა ბიუჯეტისთვის მოიძებნება შეთავაზებები. Gentlemen, very good evening and welcome on behalf of MSC Cruises office and all my crew. I have the big honor and pleasure to welcome you on board the MSC Orivia in occasion of this cruise around the Norwegian fjords. მივდივართ სახამას თეატრში.